თავისუფლებას სინდისის პატიმრებს. ეს სიტყვები ისმის დღეს თბილისის ქუჩებში. უნდა ითქვას, რომ ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან მარცხენა სანაპიროზე და პროტესტის ამ ფორმით სოლიდარობის მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ ეგუებიან ოლიგარქის მიერ დადგენილ წესებს, კანონებს და ითხოვენ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას. თქვენ ხედავთ და გესმით რა შეძახილები ისმის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. აი ეს მთავარი პლაკატი აქვს მოტანილი აქციის მონაწილეებს, სადაც 53-ვე ოლიგარქის უკანონო ტყვის სახელი და გვარი არის ამ ბანერზე დატანილი. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ეს არის შეძახილები, რომელიც ისმის ახლა საპროტესტო აქციაზე. დღევანდელი საპროტესტო მარში მოიწყო იმისთვის, რომ გამხნევონ აქ შეკრებილმა ადამიანებმა სინდისის პატიმრები და მათ უთხრან, რომ მარტო არ არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძალიან მალე მათი უკანონო პატიმრობა დასრულდეს. მე ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები, მათ სათქმელს მოვასმენებ მაყურებელს. ნენე, პირდაპირ ეთერში ვართ, გვინდა რომ დღევანდელ დღეზე კითხოთ პირველ რიგში, რას გვეტყვით სინდისის 53 პატიმარზე. რას ეტყვით მათ? დიდი ალბათობით ისინი ტელეეთერებში ადევნებენ თვალს, რა ხდება სწორედ ახლა აქ საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით. ხო, სათქმელი ალბათ ყველას ერთი და იგივე გვაქვს. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ყოველი დღე რეალურად ჩვენი იწყება მათზე ფიქრით და მათთვის ერთგვარად შემსუბუქებით იმ უკანონო მდგომარეობით, რომელშიც აღმოჩნდნენ ყველა უნგრის ქმედებას ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ეჯახება ძალიან ღირსეული სიტყვა თვითონ ბრალდებულების, მათი ქმედება, მათი მეგობრების ყველა აქ შეკრებილია და დღეს ყოველს რამდენიმე შრიანი მარში საბოლოო ჯამში ერთად შეიკრა. ჩვენი ყოველი დღე არის მათზე ფიქრი და ქმედების პირველ რიგში, ხო, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მოქმედებდეთ, ვაგრძელებთ, არ ვჩერდებით და არ ვამართებთ იმ პროგნოზებს, რომელიც იყო, ხო, ჩვენ შესახებ და ამიტომ მე ვფიქრობ, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს და ჩვენთვის თავარია უბრალოდ ეს შედეგი დადგეს, რაც შეიძლება მალე. მადლობა, ძალიან მალე ელოდება აქ ყველა შედეგის დადგომას. საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი დღევანდელი საპროტესტო აქციიდან ნანკავ. რას გვეტყვით თქვენ ამ მსვლელობაზე? დაანონსდა, რომ ყოველ პარასკევს გაიმართება მსგავსი საპროტესტო მარშები პატიმრების გასამხნევებლად. იმედია, რომ ძალიან ბევრი პარასკევი არ მოგვიწევს შეხვედრა და მალე გათავისუფლებიან ტყვეები. რა არის თქვენი სათქმელი ხელისუფლებისთვის, რომელსაც თქვენი არის? ხელისუფლება ვერც გაიგებს ჩემს სავარაუდოდ, იმიტომ რომ მათი გვერდში თანადგომარი არის, აი აბუ-დაბიში 3 კაცი დაიჭერეს და მესამე უარყვეს, საერთოდ არ ვიცნობთ, გამოაცხადეს არა და სავარაუდოდ კი და ერთად იყვნენ. ადამიანმა ისინი დაიცვა და ისინი ჩამოვიდნენ, თუმცა არც იცნობენ. აი ესე მეგობრობენ ისინი, აი ესე გულშემატკივრობენ ერთმანეთს. მეგობრობა როგორი არის, ამას ხედავთ 58 ბატონო. და აუცილებლად კიდე დაინახავთ, რამდენი დღეც იქნება საჭირო, იმიტომ რომ არც ერთ ადამიანს დაჭერილს ჩვენ არ დავთმობთ. მადლობა ძალიან დიდი ნანკა კალატოზიშვილს უსმენთ, გიორგი პარკაი არის ჩვენთან ერთად. გიორგი, რას გვეტყვით 53 სინდისის პატიმართან დაკავშირებით? რა გინდათ რომ გაიგონ მათ ახლა სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში? ჩვენ სინდისის პატიმრებმა და მზიამ, ჩვენმა ბიჭებმა და მზიამ მინდა გაიგონ ის, რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ სანამ ყოველი მათგანი არ დატოვებს ციხეს და არ შემოგვიერთება ჩვენ და არ მოგვეხმარებიან ამ რეჟიმის დამხობაში. ცეცხლი ოლიგარქიას. დასრულდება ეს რეჟიმი, აი როგორი განწყობა გაქვთ მოლოდინი, გაქვთ, რომ გამარჯვება არის ახლა. სიმართლე რო გითხრათ, არანაირი განწყობა და მოლოდინი ამ მთავრობის არალეგიტიმური მთავრობისგან მე არ მაქვს, მაგრამ მათთვისვე კარგი იქნება თუ მალე დაამთავრებენ ამ ყველაფერს. და აი ამ რეალობაში არ მოუწევთ ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა. მას ასე უკვე დაიზრნენ აქციის მონაწილეები, სოლიდარობის მარშის მონაწილეები, აქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დგანან ერთმანეთის გვერდით. მთავარი
პირველი მოთხოვნა რა თქმა უნდა არის რომ გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. რა თქმა უნდა აქ მყოფ ადამიანებს შორის არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, მშობლები, დები, ცოლები, მამები. ისინი საუბრობენ ბუნებრივია ჩვენთან ინტერვიუების დროს ამბობენ რომ ძალიან მძიმე დღეები უდგათ მათ თუმცა არიან ხნედ რადგან გრძნობენ რომ მთელი საქართველო ახლა სწორედ მათ გვერდით დგას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ინტერვიუები რომელიც რამდენიმე წუთი წინ ჩავწერეთ. ახლის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხალხი ესე იბრძვის რომ ხალხს არ ეგუება ამ უბედურებას რაც ეხლა ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს. ამ დროს ვეთხოვდი რომ თვითონ თქვა რომ სადაც არ უნდა იყო ბედნიერება შეიძლება იგრძნო. აი ესეა მე ბედნიერება. მე ვნახე 21-ში ჩემი ძმა და ძალიან გახარებული ვარ ამით. ერთადერთი ის იყო რომ ვერ ჩავეხუტე. პირველი რაც გამიჩნდა სრული რომ ჩავხუტებოდი ჩემს ძმას. ვეთქვი რომ მაგრად იყოს ნახე კიდევაც ძალიან კარგად და ისევ ის საბა არის. ძალიან გახარებული ვარ რომ ჩემი ძმა როგორ თქვა რომ არის ესეთი პიროვნება. ასევე იმ 53-ვე პატიმარს ვეთქვი რომ მაგრად იყვნენ, გამაგდნენ მე საბას მინდა უთხრა რომ ვებო კარგად იყავი, ჯანმრთელად იყავი, არაფერზე ანირებულოთ, ყველაფერი კარგად იქნება, როგორც მას გაუხარდება, ჩვენ გავუხარდება და მთელ საქართველოს ყველა პატიმრის ოჯახს თანაუგრძნობ. სახალხო დამცველი წარმომადგენელთა დაადასტურა ნიკუშამ, რომ იყო რამოდენიმე ასეთი მცდელობა, რომ მის საკანთან გათავდა საკვები, იყო რამოდენიმე ფაქტი იმის, რომ ცივი წყლით უწევდა ბანაობა ამ ზამთრის სიცივეში და პერიოდულად არის ზეწოლის მცდელობა. გუშინაც მოვისმინეთ გიორგის ძალიან ემოციური სიტყვა სასამართლოზე, რომელმაც დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანზე, ვისაც აქვს რაღაც თანაგრძნობას უნარი, ყველა ვერავის ვერ დატოვებდა და ყველა ნამდვილად შეგვძრა და ამიტომ ბუნებრივია გამოვედით დღეს, რომ დაუჭიროთ ხარი გიორგის, რომ გავამხნევოთ და უთხრათ, რომ არ შევეგუებით ჩვენ მის უსამართლო პატიმრობას. ყველგან პოლიცია არსად სამართალი. ეს არის სათქმელი დღეს ქუჩაში გამოსული ადამიანების და აქ შეკრებილები აცხადებენ რომ უსამართლო მოსამართლეებს უნდა ეშინოდეს ხალხის ძალით, რადგან ხალხი არის რეალური მმართველი ქვეყნის და ისინი არ მისცემენ უფლებას არც მოსამართლეებს, არც ოლიგარქის რეჟიმს რომ საკუთარი წესები დაამყარონ, რადგან მათი შეფასებით ეს ქვეყანა არის მათი და მათ უნდა გადაწყვიტონ როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება. აქ არავის არ უნდა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრება, არავის არ უნდა წარსულში დაბრუნება, ამიტომ ევროპული მომავლისთვის ისინი მზად არიან იბრძოლონ თანამებრძოლების გათავისუფლების შემდეგაც და მანამდეც, რადგან აცხადებენ რომ არც ერთ პატიმარს ისინი ციხეში არ დატოვებენ. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაზე დგანან პოლიტიკური ლიდერებიც, რომლებიც ღიად აცხადებენ რომ მორალურად მათ არ აქვთ უფლება რომ დღეს სხვაგან იყვნენ, რადგან მთავარი ბრძოლის ხაზი ახლა სწორედ ქუჩაზე გადის. ეს რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. ის ხალხი, რომელიც რეჟიმს ხავს დატყვევებული, არის იმაზე ბევრად თავისუფალი, ვიდრე ამ რეჟიმის სამსახურში მყოფი უფერული და უჩრდილო სახეები და ჩვენი ბრძოლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გათავისუფლდეს ეს ხალხი და ამ ხალხთან ერთად გათავისუფლდეს ეს ქვეყანა. აი ჩვენი თავისუფლება გადის ამ რეჟიმის ჩამოშლაზე და ამიტომაც იმდენი ხანი უნდა ვიყოთ ამ ფერხოში, რამდენი ხანით საჭირო იქნება. სანამ ეს ჩვენი ბევრის ნაცნობი, უცნობი თანამებრძოლები არიან იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ქუჩაში და ასეც ვაპირებთ. და ეს არ შეჩერდება, რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში. შედეგი დადგება და შედეგი იქნება ცვლილება და არ ჩანაცვლება. მადლობა. უსმენ ხოლმე მათ სიტყვას, მათ მიმართვას საზოგადოებისთვის, მათ მიმართვას სასამართლოსთვის, მართლა აი საოცარ ენერგიას გმატებს ადამიანს ბრძოლის, რომელი ბრძოლაც აუცილებლად დიდი გამარჯვებით დამთავრდება. ამიტომ რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების გზა არის ერთად ყოფნა, ერთიანობა. როგორ შეიძლება გუშინდელი გიორგი ახობაძის სასამართლოზე გამოსვლა მოესმინა ადამიანს და დღეს ის გარეთ არ იყოს. მადლობა გიორგის, მადლობა 53-ვე რეჟიმის პატიმარს, რომლებიც იჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვართ ჩვენი ქვეყანა.
პროტესტის 58 დღეა. დღევანდელი დღე სრულად ეძღვნება სინდისის პატიმრებს. 53 იმ ადამიანს, რომელიც ოლიგარქის რეჟიმმა ციხეში აბსურდული ბრალდებებით გამოკეტა. ჩვენ ახლა მარჯ ჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ ადამიანებთან ერთად ვიმყოფებით დღეს 3 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყო პარალელურად მსვლელობა და რა თქმა უნდა საერთო შეკრების ადგილი იქნება პარლამენტის შენობა, იქ სადაც უკვე 58 დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ქვეყანაში. დიდი პროტესტი არის, ყოველდღიურად პროტესტით ცხოვრობს ქვეყანა და პროტესტი ქმნის დღის წესრიგს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს პროტესტი არ შეწყდება იქამდე, ვიდრე 53-ვე პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. ამის შემდეგ კი ისინი მზად არიან, რომ ახალ არჩევნებზე დაიწყონ საუბარი და მოითხოვონ ქართული ოცნების რეჟიმისგან ახალი არჩევნების ჩანიშვნა.